მშობელი როგორ უნდა მიხვდეს, რომ ბავშვი ძალიან გადატვირთულია, რომ კოგნიტური გადატვირთვა მოხდა და ბავშვი უკვე, საშველია, ასე ვთქვათ. პირველ რიგში უნდა მიაქცევთ ყურადღება სხეულს, ხო? და ქცევებს, ფიქრებს, ემოციებს, ის რაც ადამიანის გამოხატულება არის, ხო? ფიზიკურად შეიძლება ყურადღება მიაქციო და შეამჩნიო, რომ უფრო მეტად, იქვნეთ სტუჩებს, ან მოჭიმულია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ სხეულებრივი ცნობიერება გქონდეს, მივაქციოთ ყურადღება და დავიჭიროთ, რომ კბილები მოჭიმულია, ხო? სკოლიდან გამოვედით და ზის მანქანაში და თვალები ადვილად ეხუჭება, ხო? ეძინება მაგალითად. ან პირიქით ძალიან მოჭიმული არის და უბზინავს ეს თვალები და ცოტა შუშის თვალები აქვს, ხო? ხმის ტემბრი როგორი აქვს? თუ ციკვინა ხმა არის უფრო ან მონოტონური ხდება, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი გადატვირთულია უკვე. ეს ერთჯერადი შეიძლება იყოს ბავშვის რეაქცია, თუ თქვათ რაღაცა სტაბილური გამოხატულება უნდა ქონდეს ამას, რომ ბავშვისთვის ეს ყოველთვის რაღაცას მიანიშნებს, შეიძლება ის იყოს. ეხლა ერთჯერადად პირიქით, მე შეიძლება ადამიანები შეშინდნენ, რომ ვაიმე, ეხლა ჩემო შვილმა კბილებს მოუჭირა და რამე ხო არ არის და არა, უბრალოდ ეს არის ჩვენი სხეულის ავტომატური რეაქცია. როგორც კი ჩვენი თავის ტვინის არაცნობიერი ნაწილი აღიქოს საფრთხეს, ხო? და საფრთხე რას ნიშნავს, რომ სისხლში შაქრის დონე დაიწია. ხო, ეს საფრთხე არის მისთვის. თავის ტვინი რთავს განგაშის ზარს. განგაშის ზარი რო ირთვება, მთელი პროცესები იცვლება, რას ნიშნავს, რომ ვაიმე საფრთხეშია ეს ადამიანი, ენერგია გვაკლდება და ეხლა რაღაცა მოვიმოქმედოთ, იმიტომ რომ ჩვენი თუ ვეღარ ვარეგულირებთ, რომ ამ ადამიანმა ან რაღაცა იგრძნოს, ან რაღაცა იმპულსი გაუჩინოთ, ან რაღაცა გააკეთოს, რომ ეს ჩვენი მდგომარეობა შეიცვალოს, რომ ჩვენ ენერგია დავიბრუნოთ. პრიმიტიულია, ისევ და ისევ ვფიქრობ, ბავშვი განზრახ არ აკეთებს ამას.